ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობის აგვირფასო მეგობრებო მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი სულ ცოტა ხნის წინათ 70 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს. ყველასათვის საყვარელ ბატონ რეზო შელებაძეს, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. ოგზადიგენაცალე. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო რეზო. შენ არა მარტო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ხარ ძალიან ახლობელი ადამიანი და უაღრესად ძვირფასი პიროვნება ხარ. მთელი ჩვენი ქვეყნისთვის მე გადაჭარბებით არ მithქვავს თავიდან მართლაც უსაყვარლესი კაცი და უდიდესი დამსახურების მქონე. ამიტომ პირველ რიგში გილოცავ 70 წლის იუბილეს და ნება მიბოძე რომ აი მთელი ჩვენი გუნდის, მთელი ჩვენი დიდი შემოქმედებითი ოჯახის სახელით ძალიან დიდი მადლობა გითხრა. აი ამ სიხარულისთვის, სიამაყისთვის და იმ საოცარი წუთებისთვის, რომელიც შენის გამოისობით თითოეულმა ქართველმა გულშევატკივარმა განვიცადეთ ამ წლების განმავლობაში. დიდი მადლობა შენ გენაცვალე. მადლობა მეტყვი. დიდი მადლობა. ეხლა გამორიცხულია რომ იმ პერიოდის ფეხბურთის მოყვარული ყოფილიყო ან დღეს დაინტერესებული ადამიანი იმ პერიოდის ფეხბურთისა და არ იცოდეს შენი სათამაშო სტილის შესახებ, არ იცოდეს შენი ინდივიდუალიზმის შესახებ და თუნდაც გაგონილი მაინც არ ქონდეს მიუხედავად იმისა რომ ცოტა არის საამისო კადრები და ვისაც ნანახი გვაქვს თვალწინ გვაქვს ის ჯადოსნობა რასაც შენ ჩაიდენდი ხოლმე როცა ბურთს მიიღებდი და ამუშავებდი კორპუსით ისე ფარავდი რომ ვერავინ გეკარებოდა საოცარ პასებს ანაწილებდი ხოლმე და რა თქმა უნდა ის ყველასათვის ცნობილი რევაზ შელებაძის 11 მეტრიანი განუმეორებელი არც მინახავს არც მანამდე დღეს ეხლა ყველაფერი ხელმისაწვდომია და ასე პენალს ურტყამდეს უბრალოდ წარმოუდგენელი ადამიანი და თუ ისი რა არის საერთოდ ჩემო ძვირფასო რეზო შენს მიერ დარტყმულ პენალსა და შენს ასაკს შორის გეტყვია ხო აგარი გითხვა იყო ისევე ნელა და შეუმჩნევლად შემოდის შენ ცხოვრებაში ასაკი როგორც შეუმჩნევლად და ნელა შედიოდა ხოლმე შენს მიერ დარტყმული 11 მეტრიანიდან ბურთი კარებში არაფერი გეტყობა შენივად გამოიყურები ვიღარ ეხა 70 წელი როგორია შენი გადასახედიდან. არ მჯერავს რომ კიდე 70 წლის ვარ და კიდევ მინდა ერთი ცოტა ხანს ამ ქვეყანას მგუმი და ისე ვებრძვი ახლა სიცოცხლეს რომ გინდა და გინდა ადამიანს ხო იცი ჩემი უახლოესი მეგობარია წლებთან დაკავშირებით მინდა მოუყვე მასთან სტუმრად ვივართ ლაპარაკობთ და რეზო მითხრა ჯემალი თამაზაშვილი ჩვენი ძმა და მე ცნობილი მომღერალი და ქართული ხმების სოლისტი სოლისტი და დილით ავდგებიო დავიკიდებ ჯვარსო ღმერთ შევთხო ღმერთ 1-20 წელი მაცოცხლეო და ჩემი შვილები და ჩემი შთამომავალი მიმყოფე კარგად რომ ყველ საღამოს ისევე გავაკეთებო და ქეგევიდა 12 წელიწადი და კიდე მინდა 8 წელი დამჭავე რა და კიდე მინდა 1-20 წელიწადი თქო ახლა 61-20 წელიწადი კიდე მინდა ღმერთს ცხოვრო 90 წლამდე მისული ერთი მაგდები შენ გადავისურვებია და განაჩენის მერე ვისაუბროთ რაც შეიძლება იმ პენალტების დარტყმას ის გამაბედიეს იმ 11 მეტრიანში დავით გოგიამ გამაბედია თორა ძალიან რთულათას თამაშზე მაგის დარტყმა ვარჯიში ადვილად ურტყამდი მეკარეს ვატყვილებდი როგორც ყოფილა 10-დან დათო გოგიაზე 20-დან 20-ს გამიტანია მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი მეკარე იყო უდიდესი პენალტისტი მეკარე იყო და ოთარგაბელია გვერდზე ეგ ოთარგაბელია დიდოსტატი პელენების და მათთან ავტომატურად ავიდა მას უყურებ რომ გამორბიხარ უყურებ მეკარეს ბურთი ისეთ ჩანა ვიზუალით უყურე ბურთი დიდი ბურთია სვიჩის კარბკარო დადუა ვიზუალში იგი ჩანა დარტყმის და გამორბენის დროს ვაყურებდი მას და ბოლო მომენტში რომ მოწყდებოდა მეორე კუთხეში გავაყურებდი 11 მეტრიანს და უბრალოდ დაამწყდება გული რომ ვაფშე არსად არა არ არის გადაღებული 11 მეტრი აბაკაცო საქართველოს ტელევიზიასაც თხოვე გამქრალე როგორც ის რობინ ფილმშია აქედან ვერ ამოშლის საბაგირო ზეპირად გახსოვს უყურავს აუ რეზო რა მინდა ისიც ხო შენ ერთხელ მოგიყევინე და არსად არ გაქვს ეს მოყოლილი მე არ მინახავს ყოველთვის არცეთ ინტერვიუში რომელი ამბავი იცი ცოტა უფრო მომცრო ზომის სტადიონზე რო ითამაშეთ უკვე ვეტერანებმა მოწყდა მეკარეო აი მასთან დაკავშირებით იმ გამბურგს რომლებმა ჩვენ მოგვიგო თბილისში 79 წელში
აქ 3-1 კარში იდგა რუდი კარგუსი. უდიდესი მეკარე, მაიერ მეორე მეკარე იყო გერმანიაში და ეს ის პერიოდია კევინ კიგანი რო თამაშობდა და კი იმ პერიოდში და კალცი და ასე შემდეგ ხო? ესენი 90 წელია თუ 91 არ მახსოვს ზუსტად ჩავედით ემაში გერმანიაში და სარბრიუკენში ტარდება ტურნირი და ფინალში გავედით ჩვენ და გამბურგი და ახლა დაიწყო თამაში იქ და დამთავრდა თამაში 2-2 დაინიშნა 11 მეტრიანები და მე ურდგამ ბოლო პენალტს და ჩვენებმა ყველა შეაგდეს უდარი გამორბენი არის დაახლოებით აი 5 მეტრიანი ახლა ხო იცი დარბაზის კარებში 5 მეტრო კარი და 10 მეტრიანი საჯარი მოა და 8 მეტროში არის 11 მეტრიანის ნიშნული რატო უყვები ამ თემას ესე ყველა შეაგდო ერთი 11 მეტრიანი გამაზეს და ბოლო პენალია გადამწყვეტი დავდები ბურთი ერთი 7-8 მეტრო რაზბეგი ავიღამ და 2 მეტრის მეტის უფლება არ მაქვს ხო ვიცი წავედი და საკარგავიდან უდარი გავგლიჯო კარები საჯმა ნო პარდონ მე ვთხარი ბოდიში ახლა მივედი ბურთი გავასწორე თავიდან კარგოსი გაემზა და ერთი ნაბიჯი და სვისტოკი და დოუშვი ფეხი და კარგოსი ტრიბუნაზე გაფრინდა და გავაგორე ნელა ბურთი ისგან მარცხენა კუთხეში და ბანკეტია გაგვიკეთეს ბანკეტი ცხონებული კახი 100-იანი მიზის წინ მე აქ ჯაჭარის დინამო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი მაშინ კახი იყო საქართველოს დინამო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მე აჭარის დინამო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზივი და კახი ვზივართ ასე გუნდი ერთად და ოფიციანტი მოადგა 3 ფუჟერი შამპანურით ერთი მიაწოდა კაკის და რუდი კარგუსი მეორე მომაწოდა მე და აიღო შამპანური მან და მოგვირდღას და მეკითხება პენალტი ახლა გერმანულად მე პენალტი გემიგონე მარტო და ხელით ვაჩვენეს აი თვალებით ვთქარი გიყურებდი ფანტასტიკო და მოწლებილი დავზე მაგოცა და წევიდა და აბა ფანტასტიკო და მიუხედავად იმისა რომ მაშინ ჩაკეტილი იყო საზღვრები და დარწმუნებული ვარ თქვენ რომ აი ღია ყოფილიყო არეალი როგორც ახლა ხო რა თქმა უნდა თითოეული თქვენგანი შენის ჩათვლით ითამაშებდით დიდ გუნდებში და ეს ერთი მხრივ გადასარევი იქნებოდა მეორე მხრივ დღეს შეიძლება ვერ მომეპატიჟებინე ჩვენ შოუში იმიტომ რომ მაშინ ქობულეთში ჩელი არენას ხელმძღვანელი კი არ იქნებოდი შეიძლება ალიანს არენას ხელმძღვანელი ყოფილიყავი და იქიდან მიგამოგიშვებდა და ითხარი მოყევი რა ხდება ქობულეთში და შენს ცნობილ ჩელი არენაზე ქობულეთში მინდა გითხრათ რომ ალბათ მე და მურთაზი ვართ მარტო ხურცილავა მარტვილში არის სტადიონი მის სახელი ქვია გენიალურ ფეხბურთელს ურთავდა მეორე ცოცხალი კაცი მე ვარ ვის სახელობის სტადიონის არის დღეს საქართველოში ქობულეთის ცენტრალურ სტადიონს ქვია ჩელე არენა და წინამორბედმა ბატონმა თორნიკერიჟვაძემ დამნიშნა კლუბის დირექტორატად გავხსენი ჩემი სახელობის ჩელი აკადემია საფეხბურთო აკადემია და იქნება ახალი კლუბი ქობულეთის შუქურა 1960 წელი და დღესაც დაიბადა ქობულეთის შუქურა რომლის ხელმძღვანელი რა თქმა უნდა გადავდივარ მე ვიქნები და ეს სტადიონი და ინფრასტრუქტურა სჭირდება ქალაქს და 3 მოედანი გაგვიკეთეს უნიკალური 3 მოედანი ერთი არის სტანდარტი 100 მეტრი და მეორე არის 60-ი, მესამე არის 4-დან 10 წლამდე, 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის 30-50-ზე უნიკალურად კომპაქტურად ჩასმული სტადიონები მე ვხემძღვანელობდი ყველაფერს რომ გამოსული იყო ეს და ამის გახსნა მოხდა 17 სექტემბერს სტადიონის პირველი ეტაპის გახსნა და გავიარეთ თავრობის თავმჯდომარესთან საქართველოს ბატონი ირაკლი კობახიძეს ჩამობრძანდა გვესტუმრა ჩვენი აჭარის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და მიიღეს ერთიანი გადაწყვეტილება ეს იყო პირველი ეტაპი მეორე ეტაპი განათებები ამ წლის ბოლომდე დასრულდება და მესამე ეტაპი რომელიც იქნება უნიკალური რო იყოს აკადემია თავისი გასახდელებით 4 გასახდელით თავისი კონფერენც დარბაზით სამსაჯოებით ჭრელის ოთახებით და მეორე სართული ექნება ბავშვების საცხოვრებელი სადაც გვერდით საშუალო სკოლა იქვე გამოუკვებავთ იქვე ვასწავლით იქვე დილიდან საღამომდე მინდორზე იქნება როგორც იყო ადრე 35 სკოლა დღესაც არის და როგორც ახლა თბილისის დინამომ გააკეთა აკადემია ჩადრე იყო გდანის სკოლა ინტერნატი გახსოვთ და ამ სტილში მინდა რომ ამ პატარა ხოცი გაჭირვებული ხალხის შვილები თამაშობენ უფრო მაგრად ფეხბურთს და იმ ბავშვმა გამოიკვებოს უნდა სპორტულად და უნდა იყოს ადასარევი წამოწყება აი ძალიან ყველანაირად ყველა იმაზე აი წვრილმანი გული არ დამწყვეტია ყველაფერზე დამთავრდა
და იხარე ძალიან კაი საქმეა. უღრმეს მადლობას ვუხდი მათ, რომ საქართველოს ექნება უნიკალური საფეხბურთო აკადემია და ბაზა ქობულეთში. შესანიშნავი. წარმატებას გისურვებ ჩემო რეზო. ამ მიმართულებით და ყველა იმ კეთილ საქმეზე, რომელზეც ჩვენ ხელი გიკიდია. და ახლა ერთი საჩუქარი ჩვენს გვაქვს ჩვენ შოუში. მოგიმზადეთ საგანგებოდ ცეკვა იმ ლამაზი კუთხისა, საიდანაც შენ ბრძანდები. აჭარული ცეკვა, რომელსაც შეასრულებს უნიჭიერესი 5 წლის მოცეკვავე, ატარების დიდი შოუს მონაწილე ნიცა გაგუა. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა უსაყვარლეს გიცა გაგუას და ჩვენს ლეგენდარულ ფეხბურთელს ბატონ რეზო ჩელებაძეს. გირბაზო მეგობრებო, კიდევ ერთ უნიჭიერეს კაც შეუსრულდა წელს 70 წელი და მასაც შესანიშნავად ისრობს ჩვენი საზოგადოება. ეს გახლავთ ბატონი ნუგზარ ერგემლიძე და ის დღეს ჩვენი შოუს სტუმარია. სალამი, მოგზაური გენაცვალე. დიდი მადლობა მოგზაურებისთვის, ვირფასო ნუგზარ ბატონო და სული და გულით მინდა მოგილოცოს 70 წლის იუბილე, რომელიც რამდენიმე თვის წინათ იყო, მაგრამ დღეს მეძლევა საშუალება უკვე ჩვენ შოუში რომ საუკეთესო სურვილები და ძალიან დიდი სითბო და სიყვარული გადმოგცედა. თან ერთის მინდა ვთქვა, რომ იმ 70 წლის იუბილეს აფიშაზე 70-ის მაგიროთ რომ 50 დაეწერათ. კაცი შვილი ვერ მიხვდებოდა თქვენი ახლობლების გარდა ისევ ჩვენურად გამოიყურებია, ასე რომ გილოცავ ყველანაირად. მადლობა გია მოწვევისთვის. და 50 წელი კი გავიდა ალბათ სცენაზე ფეხი შეგდები. მაგ თვალსაზრისით კი უამრავი სიმღერის ავტორი ხარ და თუ დაგითვლია შემთხვევით, იმიტომ რომ მე მგონი აი ყველას რომ ცალ-ცალკე გადაუნაწილოთ სიმღერები ვინც კი დგას ქართულ სცენაზე მიუხედავად რომ ბევრი მღერის და ღმერთმა გვამღეროს, მაინც არ ეყოფა იმდენად ბევრი სიმღერის ავტორი ხარ და რომელს გამოყოფ, რომელია ძვირფასი და გამორჩეული შენთვის. რა ვიცი. შვილები ხო იცი, ცოტა ის არის ტრივიალური ეს გამოთქვა, შვილს ვერ გაარჩევ, მაგრამ რომელმაც მე გამომაჩინა იმას გეტყვი. თუ კი გესიზმრები, ბაკურიანი, სხვადასხვა პირველად ბაკურიანი გავიდა უჩაკორძაიას შესრულებით. მანამდე ჩემი ლექსები იყო ივერი ასულებდა, ისენ აზაწვიმდა. ზეგვიღიმის ფერადებით, ღერის ქვეყლა ციცოცხლე და რაღაც. მაგრამ ესე იგი, აი ამ სიმღერებმა მე მოდიოდა თეთრი გოგო და ასე შემდეგ, ლიანები. მაგრამ მე გზადაგზა წამოვიდა ალბათ ეს მარჩელო. ყველაზე 150-ზე მეტი სიმღერა მაქვს, ეგ დაღდათიც. აქედან 20 მაქვს დაკარგული. ჩაწერილი რო არა.
გაწალილი ვარ ისეთი. რაღაცები ისე რა და რა სასიხარულოა რომ მართლაც აი ძალიან ბევრმა ამ სიმღერებს შორის გაუძლო დროს და ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ჯორჯია გახსოვს? ჯორჯია. არ მახსოვს. ერთი ახალი სიმღერა გაქვთ, ხიარული, თავისი ხასიათით და მოდი ეს შევთავაზოთ დღეს ჩვენი შოუს მომღერლებს. ისტორიას გიამბობ. სიამოვნებით. კაკო ვაშალობიძესთან რაღაცა სხვა სიმღერას ვიწერდი და მეუბნება ბიჭო რა არისო ესო ჭაღარა ხალხი 60 გადაშორებული მოდიანო და იწერენ მე შენ მიყვარხარ და ისე და რაღაცა ჩემზეც მენიშნა გაიგე და ვიფიქრე ერთ სიმღერას დავწერ როგორ ვიხსენებ რომ მიყვარდა აჰა ხო და ეხლა ის გოგო ვიზეც მევწერ ალბათ ბებოა ხო და სიმღერას ქვია მზრუნველი ბებო კი ბატონო გო ამბობთ ახლა ერთ ნამდვილ ამბავს წვეულებაზე დიდი ხნის წინათ მე გავეცანი ისეთი გოგო რომ მასზე ფიქრმა არ დამაძინა იტყვიან როგორც ამბობენ დანახვით ერთით ის შემიყვარდა და სწორედ ისე როგორც ღაბარში ზუსტად 12-ზე გაუჩინარდა არ ვიცი ახლა სად არის არ ვიცი თუ სად ვეძებო მაგრამ რაღა დროს მითხარით იქნება ახლა ზრუნველი ბებო იყო ნაზი ჰაეროვანი მიწაზე თითქოს არცა ბიჯებდა გადაჭრით გეტყვით მე კი არა და თვითალენდელოს გაგიჟებდა მოგონება ჩვენი ცხოვრება გამონათება თკბილი წარსულის და ის კი რაცა გაგვახსენდება პროდუქტი გახლავთ ლადა გასული არ ვიცი ახლა სად არის არ ვიცი თუ სად ვეძებო მაგრამ რაღა დროს მითხარით იქნება ახლა ზრუნველი ბებო არ ვიცი ახლა სად არის არ ვიცი თუ სად ვეძებო მაგრამ რაღა დროს მითხარით იქნება ახლა ზრუნველი ბებო კეთილი ბებო ლამაზი ბებო ახლა ჩემო ძვირფასო ნუგზარ ბატონო ნება მიბოძე შენი და ჩვენი ძვირფასი მეგობრები და უნიჭიერესი ხალხი შემოვიპატიჟო დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმრების რანგში ძვირფასო მეგობრებო თქვენ წინაშე არიან ნუგზარ კვაშალი ზურაბ კობეშავიძე ბესო კალანდაძე ზურა ცისკარიძე კაკო ვაშალომიძე და მერაბ სანოძე მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ხალხო ესე იგი შესანიშნავი შვიდეული როგორც თქვენ ქვიათ თქვენ მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ ნუგზარ ერგემლიძის 70 წლის იუბილე თქვენ გილოცავთ მაგრამ ახლა ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა რომ ჩემს უსაყვარლეს ნუგზარ კვაშალს მიულოცო განსაკუთრებული ესე იგი ჯილდო ეს არის თბილისის საპატიო მოქალაქეობა და მიულოცო ძვირფასო მეგობრებო ახლა ჩემო ნუგზარ შე როგორც საპატიო თბილისელმა საპატიო ტიბულელს
მიულოცე და შემგზანე პირველი. ტყიბულიც არის, კი. იმიტომ რომ ჰიმნის შექმნა ტყიბულზე გადასარევია. ნუგზარს მარტო ტყიბულზე არ შეუქმნია ჰიმნი. ნუგზარს საერთოდ რაღაც კაი რაღაცები აქვს რა. სხვადასხვა ვითვლი ხოლმე ამის სიმღერებს, კარგია ყველაფერი, ლექსები, თარგმნები აქვს, ფანტასტიკური. აი, აღარ გიდა. აქვთ ესე მუსიკაზე ვლაპარაკობ. ხო, არა, რატო? ხო, მინდა ვთქვა, რომ გალაქტიონ ტაბეძის სახელობის პრემიის კი ბატონო. აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატია. მაგრამ ერთი რაც თავარი ის არის, რომ ერთგული მეგობარია. ძალიან ერთგული და ჩვენ ესე ვაგრძელებთ ამ მეგობრობას და ეს შესანიშნავი შვიდეულიც ამის ძალიან დიდი დამსახურებაა და რაც თავარია, თავისი გამჭრიახი მგონებით დაარქვა. ამანსამს ქვია რა, აშუშუ. არავით არის ამერიკის შენ ანსამბლი შესანიშნავი შვიდეული. ეს შენდა. აშუშუ შენდა. მოკლედ ეხლა ერგებლიძე რომ ახსენდება ნუგზარის საერთოდ ყველანაირად ის ახსენდება რა რაღაც სასაცილო სიტუაციები, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ამისთან სიტუაციაში. საერთოდ ნიჭიერი ადამიანი ხო ხანდახან დაბლეულია, ხანდახან გულმავიწყია. ხშირად ხდება ხოლმე ერთხელ მახსოვს ფეხბურთს თამაშობთ საქართველოს საესტრადო ნაკრების მე-9 ნომერი იყო. რა ნომერი ყავი? არ მახსოვს. არ ახსოვს, იმიტომ რომ გასვლის წინ ერთი რაღაც დალია და შუა თამაშობს. არა, შენ დილამდე მასვი, ქუთაისის ამბავს ყვები. და დახტარ სუდად დახტა. ახმელიაზე გამიყვანა. ეს იყო ჩვენი მწვრთნელი და იდეა. გადასარევი ტაქტიკა ქონია ესე კი. გასვლის წინ თუ 7 საათამდე სტუმრად ვიყავით ქუთაისში. და დილას მეგვიყვანა 12 საათზე და ჯერო ითამაშეთო და მე ხო ვიცოდი რა დამემართებოდა და მე ვთხარი ჯერ ვიმღეროთ თუ გზა მე გვათამაშე გააგზელე ვეღარ ივღერა აღარ მინდა მოყოლა აღარ მინდა მოკლედ ულოცავ ჩემს მეგობრს 70 წლის თავს და მერს კიდევ ბევრი კაი სიმღერა ბევრი კაი ლექსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მადლობა აი ეს ობეშავიდეს პროახსოვს ეს სამისი რაღაცები და ზურა ბატონო თქვენზარეთ რა უნდა ვთქვა ახლა ნუგზარის ყველა დიდ პატივსცემს დღესაც კი სადაც არ ჩავდივართ დედაქალაქია თუ გარეუბანია თუ სადაც არის რაიონებში დავდივართ ყველა ცნობს ნუგზარს აბსოლუტურად მივლენ აბასურათები და ყველა ეს მისი დამსახურება და მისი ნიჭის დამსახურება რა თქმა უნდა ახლა განამარტო საქართველოში აი ესეთი პერიოდი იყო გემზე მოგვიწია ერთად მუშაობა ერთ ცნობილი მუსიკოსი იყო იქ მოსული მე ახალგაზრდობაში რესტორანში მუშაობდია ბუბა იყო მაშინ ჩვენთან ერთად ჩვენ მე მერაბი ნუგზარი ერთად წავედით ირაკლი მენთიშაშვილი ბუბასთან ერთად მოვიდა ეს კაცო მუშაობდიო მე რესტორანში მიწევდა მუშაობა და ერთმა სიმღერამ ძალიან დიდი ბევრი ფული მაშოვნიო რა სიმღერა იყო ბაკურიანის სიმღერა იყო ასეთიო და ნეტა ვინ არის ამის კომპოზიტორი გვერდიუსი გაგიჟდა ეს კაცი რა რითიქცე პატევიო და რა თქვა ერთი სმირნოვი მიყიდე და კიდევ იყო ანეკდოტური დარჩა ეს კომუნისტების პერიოდია სამთლიანი მოტოციკლეტები რო იყო გაიშნიკების დგას იგი და პერეს რო ეცაღით გადმოვდივარ ჩვენ რაღაც მანქანით ნელა და ჩაფსტვინა და გაგვაჩერა მოვიდა თუ არა ხო იცი რო იციან დადგომა ასე იმაზე რო მანქანაზე ხელს უკაკუნებს და თქვენი საბუთებიო არ შემოუხედი ეს იგი დაბლა არ ჩამოიხედა არ ჩამო ნუგზარიზის საჭესთან თქვენი საბუთები ნუგზარმა მიცა საბუთები და ჩახედა წეიდო და დაწია თავი უი ბატონო ნუგზარი ხარ ერგემლიძე აღვედა ო ნუგზარი ვარ ერგემლიძე შემომხედა ეგეო მამა ვარ შენი ზღოლ შახედე ეგება მამა ვარ ასე უსურებ წარმატებებს დღესაც ლამას სიმღერებს წერს ხალხს უყვარს და ღმერთმა ბევრი წლები ვიცოცხლოს და გაახალისოს ქართული მუსიკა. გაიხარეთ. არა, მასკარა დიდი მელოდისტია, მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ ახლა მუზარი, იმიტომ რომ ასაკი არ აქვს ამის სიმღერებს, იმიტომ რომ დიდიც და პატარაც უკვე იმდენად ლამაზად კეთდება ახლა თანამედროვე ხასიათში მუზარის სიმღერები, ყველას მოწონს, გია? ყველას, აი დიდსაც და პატარას, ამიტომ მეც გილოცავ დიდ მთელი გული და სული, დიდ ჯანმრთელე და კარგად იყავით. დიდი მადლობა თქვენ რო გვერდში მიგდახართ. შემომესო, შემძალი შეგინაცალი. კი ბატონო, მეც რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც გვაქვს ჩვენ გასახსენებელი, ერთად გასტროლებზე დავდიოდით, ძალიან
ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში. ერთი პატარა ესეთი ნიუანსი გამახსენდა ეხლა, რომელიც მასაც ერთი პერიოდი მწარად ახსენდებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იუმორით ახსავსა იყო. სადღაც ვიყავით გასტროლებზე საქართველოში. თუ არც კახეთში ვიყავით 75 ანსამბლი, ხო და ნუგზარის პერიოდია, რომ ძალიან მოწონდა შალ აზნაური ცნობილი მომღერალი, რომელიც დღეს სოციალური არის, სამწუხაროდ და მეც ვეთანხმები, რომ ნამდვილად ფრანგული ასე ვთქვათ, პოპ მუსიკის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო და მსოფლიო ვარსკვლავი ასევე. ხო და მოკლედ ყოველთვის იუმორი მიყვარდა ხოლმე, ხა გურული ვარ სისხლით, მაინც ხო იცი და ჩვენ ანსამბლში სამი ქუთაისელი იყო, წარმოშობით უჩა კორძაია, გია სალაღიშვილი და თამაზ ნიკოლაძე. ხო და ეს სამი ქუთაისელი, ხლა ქუთაისელებს იუმორი რო აქვს და მაგაში რო არ იჭრებიან, მე მგონი ყველა და მოვიყვანე სამი ქუთაისელი და ვეუბნები ხლა რომ მეთქი მოდი შალაზნაურზე მეთქი ცაცალკე შემოდით მეთქი და შევეკითხებით რომ ვინ არის და თქვენებურად უარყოფითად დამიხასიათეთ მეთქი რა და ამასთან მაქს ნუგზართან მოკლედ ამაზე დავამაკ რომ შალაზნაური ვინ არის შალაზნაური ვის ახსოვს რა მომღერალი ეგ არის რა მუსიკოსი და ცეცხლებს აყრეს ეს და როგორ აბა ხო და აი ამ პერიოდში ისინი ხო გაფრთხილები ხომ შემოდის უცბად უჩაკორძაია ხო და აბა მეთქი შევეკითხოთ აბა მოდი შალაზნაურს თუ იცნობს საერთოდ აბა ერთი მეთქი ჯორჯ ბენსონი ვინ არის მეთქი წინული გიტარისტია ჩარლი პარკერი მეთქი საქსოფონ რას მეკითხები მაშინ აბა ერთი შალაზნაური მეთქი ვინ არის ვინა შალიკია აზნაური აბა ცეცხლები გადმოყარა ესე გოიმია ეს ასე არის ხო შემოდის ეს გავიდა შემოდის ბურდღუს ვეძახი გია სალაღიშვილს ხო და იგივეს ვეკითხები და ვინო ხერია მაგიო ხო და აბა გადმოყარა თუ ვაი გული ბიჭო მე ვთხარი არა ნუ გიჟე ყველაფერი მოკლედ არა კაი გათამაშებაა მოვასულიერეთ მოკლედ არც ერთ არ იცოდა ვინ იყო შარლაზნაური ეხლა მე დავიჯერე არა გამათამაშეს ვითომ მე დავიჯერე და ვიფიქრე ესენი საიდან არიან ვითომ არ იცოდა 75-ში იყო ესეთ პატარა ისა სკეჩით რობერტი მღეროდა ო იზაბელ ხო და არა ის მღეროდა გარი მოდებაც ხო და ეს თარგმანი დავითხოვ ო იზაბელ მიყვარხარ შენ ხო და ეს ო იზაბელ და ჰა იზაბელ ხო ესე მიდის ეს იზაბელ ხო და მონამუ იზაბელ მონა ვარ შენ მონამუ თარგმანი ნუგზარი რა თქმა უნდა ჩვენი უტვირფასესი მეგობარი უნიჭიერესი კაცი არის რა თქმა უნდა ულოცავ და სხვადასხვა უნდა ვთქვა რომ მუსიკოსებთან მუშაობა ყველასთან არ არის ადვილი აი ყველაზე ძალიან სიამოვნებს და მომწონს ნუგზარისთან არ არსებობს რომ ჩვენი აი ყოველთვის ვცდილობთ რომ ერთმანეთს დაემთხვეს ჩვენი გემოვნება აზრი და ძალიან ლამაზი და ნაყოფიერი გამოდის საერთო სამუშაო თქვენ გაქვთ თვირფასო შესანიშნავო შვიდეულო და შვიდეულის წევრებო ერთი მართლაც ჩვენიერი პოპური რომელიც ძალიან სასიამოვნოდ ისმინება და ამ პოპურიში თავმოყრილი სიმღერების ავტორი გახლავთ ნუგზარ ერგემლიძე და მინდა გთხოვოთ რომ გადმობრდანდეთ აქეთ ჩვენი შოუს სცენაზე და დღეს შევასრულოთ აი ეს პოპური Lamaze ineva Gairime Chidiga mo prindeva Eksurati saxorat Marat chemtan ikneva Slabariko Seiko da Magiko Tetrma gogos Mastam foto Kadaiko Videkit Squis Piras Ormi ისმოდა სიმღერა შორი გაიღიმე ეკიმილი გიხდება ხმეთ მაშენი
ლამაზე ინება გაიღიმე ჭიდი გამოფრინდება ეგ სურათი საქსოვრად მაგრამ ჩემთან იქნება შენ მიმატოვე მაისის თვეში როცა ეს გული ითხოვდა მფეს მე გირეგავდი 1000 ჯერ დღეში ამბობენ ვითომ სწორედ ამიტომ მიყვარდი შენ და სხვა არავინ აღარ სურდა Kshordi, verda kshordi Kshordi, verda kshordi Gavchkeri gzas, rasteli ras Modi Kshordi, verda kshordi Kshordi, verda kshordi Gavchkeri gzas, rasteli ras Modi Gavchkeri gzas, rasteli ras Modi სიხარულში მოდე ნახოთ თუთი ხულში მარჩელო შეიცვალა თიმეთე სალსალკერო ყველას ყურებდნენ რა შეგწოდეთ განჩენო დაიბადა სადღაც რომში მარსელსა თუ ნეაპოლში და რა სიბრძნეც უდევს თავში მაინც ცხოვრობს გალიაში თუთი ხოსი მარცელო მარგარიტა უჩემობას რა ვაიდა მარგარიტა თამუნია ნუ თუ მართლა წარსულია მარგარიტა უჩემობას რა ვაიდა მარგარიტა თამუნია ნუ თუ მართლა წარსულია მარგარიტა უჩემობას რა ვაიდა მარგარიტა უჩემობას რა ვაიდა მარგარიტა უჩემობას რა ვაიდა დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას სტუმრებს. დღეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.